მოგესალმებით არტ ფონდის სახელით, ჩემო ლამაზო სტუმრებო და გამოფენის მონაწილეო. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ხავარანგელოზე. მინდა მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით სამების ახალგაზრდულ ცენტრში. ტარდება დღეს გამოფენა, მხატვართა გამოფენა. იყავი ქველმოქმედი ასეთი სახელწოდებით. 12-13 მონაწილე წარმოჩენილი დღეს ამ საგამოფენო სივრცეში. იყავი ქველმოქმედი ნიშნავს, რომ ჩვენი ფონდი ეხმარება, არტ ფონდი ეხმარება სოციალურად დაუცველ ხელოვანის მუშაკებს და ხელოვანის მოღვაწე ადამიანებს. დღევანდელი გამოფენა თბილისური შემოდგომა 2012 იმართება არტ ფონდის ორგანიზებით. საერთოდ ეს არის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე სტეფანის კურთხევით. გამოფენაში მონაწილეობს 13 მონაწილე, აქედან 12 არის ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი, რომელთაც არაერთგზის აქვთ მიღებული საერთაშორისო კონკურსებში ლაურეატობა, მონაწილეობა აქვთ მიღებული ძალიან ბევრ საქველმოქმედო გამოფენებში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო მხატვართა კავშირის წევრი გახლავთ ბატონი ირაკლი ავალიშვილი, რომელიც ასევე თამამად დაუდგა ახალგაზრდებს გვერდით და იგი ღვაწლმოსილი მხატვარია მოგეხსენებათ და მან ახალგაზრდებთან ერთად დაკიდა თავისი შესანიშნავი ნამუშევრები. დღევანდელი გამოფენა მოგეხსენებათ გახლავთ საქველმოქმედო. 9 დეკემბერს ჩვენ ვაკეთებთ და დაგეგმილი გვაქვს ქალბატონ ლია ბარნაბიშვილის გამოფენა და გამოფენას სჭირდება საორგანიზაციო ხარჯები. სწორედ ეს გამოფენა თავად მხატვრები და მე მოვისაზრებ, რომ დამსწრე საზოგადოებაც იქნება ერთგვარი ქველმოქმედი, ჩვენ აქ გვაქვს პატარა ყუთი დადებული შემოწირულობებისთვის და შეიტანენ ყველანი მთელი საზოგადოება თავის ერთგვარ წვლილს ქალბატონ ლიას გამოფენაში, რადგან ქალბატონ ლია გახლავთ სოციალურად დაუცველი ქალბატონი, ის არის მხატვართა კავშირის წევრი და არტ ფონდი მოგეხსენებათ ეხმარება სოციალურად დაუცველ ხელოვანებს და ამ შემთხვევაში ჩვენი ქველმოქმედების მიზანი სწორედ ქალბატონი ლია ბარნაბიშვილი. გამოფენით ვეხმარებით მხატვარ ლია ბარნაბიშვილს. შემდგომი ღონისძიებაც იქნება ლია ბარნაბიშვილისთვის გამართული და შემდეგში საიუბილეო საღამოს უწყობთ 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს არის საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, ამაში შედის რა თქმა უნდა ფინანსური დახმარებაც და სულიერი თანადგომაც რა თქმა უნდა. ქალბატონი მუშაობს ბუმბულზე და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები აქვს.